ესე იგი, აქამდე რომ აშენდა სადიღოს ვენი. ხო. აქამდე რომ აშენდა მე ვარ. ასე არ გამომისმინე. თუ ადაგასული, ბიჭო, ან შენი ლაპარაკი, ან თუ გამისმი. შეკითხვა, პასუხი გამაცემია. აქ ასე. კონდა. მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი, რომელთანაც მოსახლეობას ახლავს გასაუბრება. მიპასუხეთ რომ ქონდა ნებართვა. იმის ნებართვა ქონდა თუ არა? აი, ვერ დაშას. რაზეც, პასუხო. რაზეც ქონდა, არ ქონდა ნებართვა. ყველაფერი დოკუმენტურა საკუთრებით და შეგიძლიათ მოგდარდეთ. ყველაფერს იმის რეაგირება არა მოხდა. რეაგირება არ იქნება. აბა უბრალოდ პირდაპირ მიუძღოთ რომ რატო ბაზარიაში შეაჩერეს საზოგადო სამუშაოები და ობიექტი მოიყვანეთ პროექტთან შესაბამისობაში. სადა პროექტი? მოდი და პროექტი დაყვარო, ატარება ხარ. ვიცი, მე ტელევიზიაში რო იყო სიუჟეტი, ხაი ხარ ხო ნახეთ. იგეთ რომ კონკრეტებია რომ რეაგირება, არის რეაგირება. ესმის, მაგრამ რა უკდა, კანონის სიმაში. კი ბატონო, მოვითხოვე. არ მოგითხოვია, დაგერმავთ. საფუთი გვაქვს. მე მოდი ახლა ქუჩაში ვარ მივიდა და გაგენდება დილა და მოდი სამსახურში და ყველაფერს გავწვერებ მეტი ახლა 13 წელით ენდება დიადია რა 13 წელით ენდება რომ აგეროს და წერ გაცხადებას და არა 13 წელია ენდება რომ გობე არ მოხდეს რა არ მოხდეს ერთი კითხვა რატო არ დაამთავრებიეთ როცა რამე შეიძლება თუ ვინმე მომჩივანი არ ყავს მაი ვის გასწავლება პასუხი მე რას მაწურებები თუ რამე შეიძლება და მაგის ნებართვა არ მაქვს მე როგორ წია თავარცხილად ხო ვინმე რომ არ მიჩივლეს შემიძლია ნებისმიერ ადგილ გამოვიდე და არ შემიძლია ხომ აშენებს ეს რატო სოდიხავით ახლა სად ვიყავი და გეომე მოდი ხო და რაც მაგ რეალება გაკეთებული გაჩვენებ დოკუმენტალურად როცა არ მოგწე როცა ნებართვა არ არის კანონში რომ ეს არის კანონ დარღვევა კანონ დარღვევა ექვემდებარება დემონტაჟს რატო ავიდენ აქამდე ნებართვა არ ქონდა აბაზე იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა არა ყველა თქვენ დარეგიონს არზე ის ყოველდღე მოდიოდა იყო აგენ არ ვიცი რომ მე მომწამდი გაშვენე თუ ერთი პრემიერი მოგაკეთებული დაწერილია შემოწმების აქტის შეუძლებლობა მიმდინარეობს ბატონო არ ვიცი რომ მე დამიგებდა ვიდეოს თქვენი მეზობელთან მე მგონი ნებისმიერს გვაქვს აი მაცარელა პარადია და გაგვიდე მაცარელა პარადია ყველა თქვენ ზარზე ვიყური აგირება აბსოლუტურად როცა ჩვენ გამოვიფრთხეთ ხურები რომ კანონო იყო შენება მასმე მანამდე სად იყო რანდა სად ვიყავი და კიდევ ერთხელ გავამებ მოდი და ნახო თუ არ გვაქვს არაფერი გესტო თუ გვაქვს გეხაზები მოიდა და ქუჩაში ვილაპარაკე იურისტი ხარ გეთხოვა ხო და მოდი რა მოდი მე მოვედი ყველაფერს არ მის და იყვირეთ რამე შენ ვიცხავ რა წაგითხრა იმას მე რაზე ვხდი აქამდე რომ ააშენეს რატომ ააშენებიეთ აქამდე მე რომ აი ვარი მივაშენე ხო დამამდერინე როცა აიღო ნებართვა 2000 ნებართვა 0 შენო რიშნებართვა გაგზელებაზე არ გონდა. ვიყავი პირადად მისული მე და არ არის პროექტი. გაგზელება. მე ბარბონი ვიცი რა შეცა. აბა ეხლა ეს აი ჩემი აგებულება და ვიცი. გაიყვი რა. ეს მეკიდა შემოგიგე. ადამიანს მეგობარ მას მომისმინი რა. პირველ მოსვლაზე სხვა
ვერ მოსკაზე ძალიან კარგად მაგეს პროექტი რომ ქონდა გააკრამენ აი ამ გაგზელებულზე დებართვა არა გასაცაღლა აკეთებენ გაგზელებულზე კი არა დაწყებაზეც არ ქონდათ პროექტი რომ ქონდათ გააკრამენ საერთოდ არ ქონდათ პროექტი პროექტი რო ქონოდა გაკრული იქნებოდა იქ პროექტი არ მოული ხალხი და თქვენ ხელს უწყობთ ყველაფერს რომელ პროექტია პროექტო ძრელი პროექტი დარღვეული უპროექტო დაშენება ხელს უწყობს ყველა რადგან სხვილი კომპირებული ის არის რა ქვია ობიექტი და აშენებს ეს ხალხი ყველა ხელს უწყობს იჩაგრება ხალხი მაგ რომელ პროექტია მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი მოვიდა მოსახლეობასთან გასასაუბრებლად და სწორედ მასთან ცდილობენ ახლა რაც არ არსებობზე გააკეთეთ რეაგირება არ არის ისი პროექტი საერთოდ არ არსებობს მერე გაგზელებული ზაკირი არ ვიცი რამდენი ერთ-ერთ ორჯერ მეუბნება სამჯერ მილიონ კვადრატი რეალია მილიონ კვადრატი გაუჩინდა რამდენ გადაიხი არა თქვენ დათავისუფლებას მოვიწყო მე შემდეგ იმიტომ რომ მე ჩემი დარეკვამდე თქვენ არ რეაგირებთ პროექტი იყო ასე არის კანონი მე შენ გიხდი ჩემი ეს არ არსებული პროექტი იყო არ არსებულ პროექტს ქალაქის ცენტრში აშენება და რეაგირება გავაკეთო ამას ამბობ ხოლმე დაცარს გადაგვაყრი არ არსებულზე გააკეთე რეაგირება არ არსებული აშენე შუა ქალაქში არ არსებულზე მოხვედი ინსპექციამ და არ არსებულ დემონტაჟს არ უკეთეს ეს რას ნიშნავს ძველ პროექტშიც არ არსებობს მაგრამ ძველშიც არ არსებობდა პროექტი ყოფილიყო გაკრული იქნებოდა ირგვლივ საერთოდ არ იყო პროექტი ის ძველი პროექტიც არ დააკრეს ძველი პროექტიც რატო არ დააკრეს თუ ქონდა პროექტი πώς რატო ხდავასო გაეკრა ის პროექტი არ გავჩუმდებით ვერ გახვაჩუმეთ ძველი პროექტიც არ გააკრეს იმიტომ ძველი პროექტი რო გაეკრათ დარღვეული იყო დაარღვეს და ავიდნენ მაღალ მშენებლობაზე ჩაგრავენ ხალხს ეს ფულიანი მილიონერი აფერისტები შეგახსენებთ რომ აქ ადგილზე მოვიდა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი მოსახლეობასთან გასასაუბრებლად თუმცა ძველი პროექტი გქონდა აქცია გრძელდება მირზა რომ განგვიმარტოთ თუ შეიძლება რა გაიგეთ ახლა თქვენ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლისგან განსადამჩა რომ პატიცენტური როლი არ არის ინფორმირებული სამწუხაროდ იმიტომ რომ ჩვენ არაერთი ზის გვაქვს აჩოლის ადმინისტრაციული წარმოებების გამოცხადებასთან დაკავშირებით რაც შეეხება იმას თითქოს უკვე აშენებული შენობა საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად და განხორციელებული აბსოლუტურად ვერ გამეთანხმებით იმიტომ რომ იმ ძველ პროექტშიც კი რომელიც ვადაც უკვე გასულია იმ ძველ პროექტშიც კი აბსოლუტურად განსხვავებული კონფიგურაციის უნდა მომხდარიყო შენობების აშენება ისიც იმგვარად რომ მათი პირველი სართულის აივნებამდეც არ უნდა მისულიყო სიმაღლე და ფაქტობრივად რასაც შენდა უკვე ვნახე ამიტომ გადაუჭა განსა რომ უბრალოდ მოავლინეს ადამიანი რომელსაც არ აქვს ინფორმაცია მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით და შესაბამისად ეს არაინფორმირებულობა არსებული პრობლემის გადაწყვეტაში ვერ დაგეხმარება. ერთი კითხვა მაქვს კიდევ, რამდენადაც ვიცით კანონი ადრეც ითვალისწინებდა, რომ როდესაც სამეზობლო
ტერიტორიაზე იწყება მშენებლობა, ამ შემთხვევაში ვალდებულია კომპანია გამოაკრას პარამეტრების შესახებ, ასევე პროექტის რენდერი. თქვენ თუ გქონდათ ინფორმაცია, რა დაიწყო აქ თავიდანვე 2010 წელს? ანუ არანაირი ინფორმაცია არ იყო გამოყენებული არსად. ეს დამატებითი არგუმენტია იმ საილუსტრაციო რომ საპროექტო დოკუმენტების დარღვევით და ვადაგასული პროექტით მიმდინარეობდა მშენებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანია ამ კანონურ კონსტრუქციას აშენებდა ძალიან ფორსირებული და განულა იყო იმაზე, რომ ეს არ გამოიწვევდა საპროტესტო განწყობებს მოსახლეობაში. ძალიან სამწუხაროა, რომ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი ამგვარი მეთოდებით ცდილობს მის უწყების კანონურ გადაწყვეტილებების გამართვას. მადლობა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვყოფებით ხენჩიაშვილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ორბის მრავალსართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ. აქ რამდენიმე წუთის წინ მოვიდა ორბის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი, რომელმაც გარკვეული განმარტებები გააკეთა. მან თქვა ასევე, რომ კომპანია სამჯერ დააჯარიმეს, რაზეც მოსახლეობის რეაქცია იყო, რომ თქვენი ჯარიმა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვენ შემოგთავაზა კომპანიამ იმისთვის, რომ გავჩუმდებოდეთო და გავჩუმებულიყავითო და მათთვის ეს ჯარიმა ფაქტობრივად არაფერია, ასეთი იყო მოსახლეობის რეაქცია. აგრძელებენ და აქ გაკეთეს განმარტება ასევე იმის შესახებ, რომ თუ მუნიციპალიტეტისგან, ასევე შესაბამისი სტრუქტურებისგან არ იქნება რეაგირება ამ მშენებლობასთან დაკავშირებით და არ დაიწყება უკანონო დაშენებული სართულების დემონტაჟი, მაშინ ისინი აპირებენ, რომ სასამართლოს მიმართონ უკვე და სასამართლოსგან მოითხოვონ პასუხი, რამდენად კანონიერად მიმდინარეობს აქ მშენებლობა. ამ ეტაპზე მშენებლობა არის შეჩერებული, კომპანიამ მშენებლობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც მუნიციპალურმა ინსპექციამ მოითხოვა ეს, თუმცა მოსახლეობის პრეტენზია არის, რომ რატომ არის მხოლოდ შეჩერება მოთხოვნა და არ არის მოთხოვნა დემონტაჟზე. ადგილზე მობილიზებულია ასევე პოლიცია, თქვენ ხედავთ ახლა კადრში მუნიციპალური ინსპექციის მანქანას. აქცია გრძელდება. როგორ განვითარდება აქ მოვლენები, ამის შესახებ ჩვენ მოგვიანებით ისევ მოგაწვდით ინფორმაციას. დროებით გემშვიდობებით.